შესელია ვეკითხებოდი დაჟინებით, რომ რატო დააკავეთ და მითხრა, რომ გამოუშვებ, შევალ და გამოვიყვან, ესე მითხრა. და ველოდებოდი იქ, რომ როდის გამოვიდოდა და რატომ მქონდა შიში განსაკუთრებით გიორგის, იმიტომ რომ გითხარით ერთი რომ მონიშნა ის იმ ღამეს, როცა ჩემთან ერთად იყო და ჩემზე შურისძიება რადგანაც ძალიან მოწყურებული იყო, რა თქმა უნდა, გიორგი იყო კარგი საკბილო მისთვის. გადაუდექი. მეთქი რატო დააკავეთ, თქო ვეუბნებოდი. პირში ტყუილს მეუბნება, უტიფრად, ესე ამბობდა ნახეთ, რომ ამ თვრალი რო იყო გაბაიძე გიორგი და რო იგინებოდა, პოლიციელებს რო აგინებდა, არც ერთი არ იყო გიორგი და ჩემთან ერთად არ იგინებოდა. გიორგი მთვრალი არ იყო. ეს ყველაფერი და შენ არავინ არ ხარ, მესამე იყო ეს ხო, რაც გინდა ის გერქვას, ესე მითხრა, ხო? ეს ყველაფერი იყო იმის დემონსტრირება, იმ ძალადობრივი, თავხედური, რომ კანონიც მე ვარ, სამართალიც მე ვარ და რასაც გინდა იმას გავაკეთებ. არათუ იქ გამოხატვის თავისუფლება, ადამიანს ისე გააკტაცებ, ისე წავიყვან, გამოგტაცებ ხელიდან, რომ საერთოდ დანაშაული რო არ ქონდეს ჩადენილი, პრობლემა არა მაქვს. რასაც მინდა იმას გაგიკეთებ. ეს იყო ეს მისი განაცხადი. მე როცა აღმოვაჩინე რომ ზია ჩემს გვერდით იდგა, მივხვდი რომ ჩემს გამო მოვიდა, იმიტომ რომ ზია აპირებდა წასვლას. ბოლო ეპიზოდში როცა ვთქვით, უნდა დავიშალოთ და როცა დამინახა რომ მე იქ შევდიოდი უკვე და ბევრ პოლიციელში შევედი და აი ესე ხელით მაგდებდნენ უკან, მაგრამ მაინც შევდიოდი და მე ესე დაჟინებით იმიტომ მივდიოდი, რომ ვიცოდი რაც გაუკეთებდნენ გიორგის და რა გაუკეთეს, მაგასაც მგეტყვით. და რა გაუკეთეს? ამ დროს მოვიდა, ამის გამო შემოვიდა მზია. მაქვს ცნობა წამოღებული, რაც გაუკეთეს. მე ვეკითხები, ანუ გიორგისთან დაკავშირებით, დიახ, ჩემი კითხვა ასეთი, ისედაც ცხადია დეიდა და გიორგისთან დაკავშირებით მაინტერესებს გიორგი როდის ნახა, რა იცის მისი ჯანმრთელობის შესახებ? დიახ, არა, მე არ წაკითხავს აბაპირებ, უბრალოდ დოკუმენტურად მაქვს. არც დიახ, გასაგებია. მოკლედ, როცა დააკავეს გიორგი, ჩვენ ვცდილობდით, მე ადვოკატებს, საიას ადვოკატები იყვნენ და ვეხვეწებოდი, რომ მეთქი შედით. ადვოკატებს არ უშვებდნენ, არაფრის უფლებას არ გვაძლევდნენ, ამასობაში ჩხუბობდი კიდეც და ასე შემდეგ. რა გაუკეთეს გიორგი? გიორგი წაიყვანეს ისე რომ და ლაშაც ისე წაიყვანეს, რომ არ შეუშვეს მათთან ადვოკატები და უნდა წავიკითხოთ 1:30 წამიდან გადმოეცით. რისი დემონსტრირება გინდათ, უბრალოდ თქვით. გეტყვით, რისი დემონსტრირება გეტყვით? დიახ, გისმენთ. ბატონო. არ სარგებლობ ტელეფონი. აქვს ფურცელი, სადაც წერია გეტყვით ეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოთხოვილი ფურცელი, სადაც წერია რა მდგომარეობაში შეასახლეს გიორგი, რომ მას ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები სახესარეში. ეს ფურცელი იდო სხვათა შორის ამ საქმეში და ვიცი რომ აღარ არის გიორგი მოწმედ გამოცხადებული. ამას გიორგი თვითონ მოყრებოდა. მას ჰქონდა გიორგის აქვს იმ პერიოდში ჰქონდა ძალიან ახლო პერიოდში ჰქონდა თვალებზე ოპერაცია გაკეთებული და მე იმასაც შიშობდი რომ თავში არ ურტყას თქო, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ურტყა როგორც თავში ისე წერის ნაჭრევები აქვს, დაზიანებები ქონდა, სისხლსაქცევები ქონდა და ნახევები ქონდა სახეზე. ამ ფურცელზე ეს წერია ქალბატონო მოსამართლევ, რომელიც შედგენილი არის იმავე ღამეს იზოლატორში შესახლების დოკუმენტი. მეორე დებუაზესთან დაკავშირებით, მეორე გაბაიძეს თქვენი დიშვილია მასთან დაკავშირებით. კი, მეორე გაბაიძესთანაც დაკავშირებით მაქვს ფურცელი. მეორე გაბაიძეს არა, დოკუმენტი მაქვს, მეთქი არ ვკითხულობ. მას ისე სცემეს, რომ დაუმტრეს ძვლები, მალები ქონდა ხერხემალზე დამტრეული მალები. ეგ ერთი. გიორგი გაბაიძე ვიცი რომ იმდენად ცუდად იყო იქ წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ ზედამხედველები რო არიან, ხო ისინი იყვნენ შეწუხებულები, რა ჭირს რითი მივეხმაროთ ამბიც, ანუ ვერ ახერხებდა ფეხზე ადგომას და როცა მოიყვანეს აქ სასამართლოში 48 საათის მერე მე მგონი, ხო? მაშინაც ემჩნეოდა
ეს სისხლჩაქცევები. ერთი თვე მას დაჭირდა წყოლით რეჟიმში იყო, ერთი თვე. მაგრამ ამ ადამიანებს აქ არ მიეცათ საშუალება, რომ ეთქვათ ის, რაც გაუკეთა სისტემამ, პოლიციურმა სისტემამ, არაფრის გამო უსასტიკესაც ჩემს 25 წუთს რაღაც გააჩერეს, აიყვანეს შემდეგ. მეცაც გეტყვით, ვეძებდი მთელი ღამის განმავლობაში, რომ სათქავდათ. ვიცოდი ვის ხელშიც იყო, რავერაგი ჯგუფის ხელში იყო და ვცდილობდი, რომ გამეგოს, მთელი ღამის განმავლობაში არ მithრეს, სახალხო დამცველი ჩავრთე, არც სახალხო დამცველს არ უთხრეს, არც ადვოკატი, არავინ, გაიტაცა და წაიყვანა პირდაპირ. იყო ეს ადამიანის გატაცების ოპერაცია. მე არ ვიცი ვის აქვს ამის უფლება, რომელ სამართალდამცავსაც და რაზნაირად შეიძლება ის იყოს სამართალდამცავი, როცა ამას აკეთებს. და მე რა მოხდა? ამ სასამართლომ ლაშაც და გიორგის დაზარალებულად კი არ ცნო, ადმინისტრაციული წესით პატიმრობა შეუფარდეს. აი ეს არის. ეს იყო რითი თქმაც მინდოდა ამ ფურცლებით. კი ბატონო, ამის წაკითხვა არ წაკითხვა არაფერს არ შესულს, ეს არის ფაქტი. ეს შეგეძლოთ თქვენს აგეკითხათ, რომ არ ამოგეგდოთ მტკიცებულების სახით. მე ემოციური დამოკიდებულება მაქვს სამართლის სასამართლოს მიმართ. კეთილი.